როდესაც საჯარო სივრცეში და განსაკუთრებით ბოლო წლებში სამწუხაროდ პოლიტიკური ფიგურების მხრიდან ხდება ნორმალიზება ჰომოფობიური რიტორიკის, ეს ადამიანებში დაუსჯელობის განცდას ზრდის. და თუ კი დაუშვათ ადამიანი მანამდე თავს იკავებს სამართლებრივი შედეგების თუ სხვა მიზეზების გამო დანაშაულის ჩადენისგან, ეს ძალადობა იქნება, დისკრიმინაცია იქნება, რაც იქნება. ამ პერიოდებში, როდესაც მას თითქოს ვიღაც ნებას აძლევს ამ ქმედების, ან ახალისებს მსგავსი ტიპის განწყობებს, უფრო თავისუფლად ჩადის ადამიანი ამ ძალადობას და ეს სულინდება ცხადია სხვადასხვა ტიპის პატერნებში. ახლა 2020 წელს შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებით გაზრდილი იყო ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი თავდასხმების და ფიზიკური ძალადობის მაჩვენებელი. მსგავსი ტიპის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების უმრავლესობის შესახებ გაცხადებული არ არის სამართალდამცავ უწყებებში. ეს არის კიდევ ერთი ტენდენცია, რომ ამ მზარდი უნდობლობის სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების მიმართ და ასევე იმ შიშის და მოლოდინის, რომ შეიძლება მეორეჯერ გახდე დისკრიმინაციის მსხვერპლი, ან დაუშვათ იგნორირებული იყოს შენი წუხილი. ამ მიზეზების გამო ადამიანები უკვე აღარ მიიჩნევენ პოლიციას, აღარ ენდობიან პოლიციას და აღარ მიიჩნევენ მას როგორც აღარ მიიჩნევენ მას როგორც ინსტიტუტს, რომელსაც შეუძლია მათი უფლებების დაცვა. შესაბამისად, არც აქვთ იმედი, რომ შეიძლება პოლიციამ უზრუნველყოს მათი ფიზიკური უსაფრთხოება.